ისეთი კარგი ამინდია, გოდე დავტოვე სკოლაში და მოვდივარ ეხა სახლში. მოგესალმებით. როგორ ხართ? გოდე წავიყვანე და მოვედი. ჩაიტალია დილით. უფრო მეტად იმიტომ წავედი მაღაზიაში, რომ ორი არ მქონდა. ეს მქონდა ერთი ნაჭერი პური ჭამა. გოდე ხოდა გეგას არ ეყოფო და ეს სამი ნაჭერი პური ერთი. ამიტომ წავედი. უფრო მეტად სიმართლე გითხრა. გოდეს ვისაც მინდოდა სკოლის გასატანებლად სკოლაში. აი ესეთი და აქ ერთი და აქ დონატს გავს მოკლედ. როგორ გითხრათ, ბევრჯერ მიჩვენებია ბამბო თუ რაღაცა აწერია, ისიც პეჩი რა შოკოლადით მოგსხმული. ეს ადეს და გეგას მოუტანე. დღეს არ ვიცი როგორ წავიყვან ადას, მაგრამ გეგას ვიცი რომ აუცილებლად წავიყვან. გეგას წავიყვან ბაღში ვარ, ადას დატოვება მომიწევს თუ გაიღვიძებს და უნდა წავიყვანო და მე უნდა აქეთ მოვბრუნდეთ ორივე. არ ვიცი მოკლედ თუ გაიღვიძა ასე მომიწევს თუ არა და ისე ჩქარად უნდა წავიყვანო იქეთ გეგა და მე აქეთ უნდა ვიბინო. სხვანაირად ბაღი ცოტა მოშორებით არა ეხა სკოლამდე რომ მქონდეს მისასვლელი არაფერი არ მიცეს. მაგრამ შორებით არის, ამიტომ ეს მედავლია. წუხელ, ანუ წარმოიდგინეთ მთელი დღე რომ იშიმშილებ, წყალზე ხარ და აი ესეთი გამოვაცხე. არაფუებული ცომი, ანუ როგორ გითხრათ, უსაფუარო ცომი იყო. ხო და დამეზარა რომ აქ დამეყარა ფქვილი, გამებწყელებინა და ესე სულ ოდნავ ისეთი მოვასხი წვეთები რაღაცა და ესე ხელით, სველი ხელით გავაბწყელი, ისე გამოვაცხე. სადღაც 4 გამოვაცხე, ერთი კოდები შეჭაბა 3, მე და იმ 3-დან ის მომრჩა. ეგ იყო 10 საათის მე. აი ესე. დღეს გოდე მომზადებული მიდის მათემატიკაც. დღეს ჭირს ამ ტელეფონი ვთქვათ. აუ, აი ხა მე მგონი.
მოკლედ ადასწაყვანა, იმიტომ არ მინდა რომ მუხა მითხრა. მე თუ წამლებს ახსენებო, გაგიბრაზდებიო. ხოდა გუშინ ქარში კურტკა არ ეცვა, ისე იყო, არ მოიცვაო არაფრითო და ამიტომ აი ეს საქმე მგონი ხილაკერ რაღაცა იმათ. Adam papa მომთხოვა წუხელ ხამე. ხოდა ეხა კიდე უნდა გავუკეთო. 7108 ვართ უკვე ძალიან დიდი მადლობა. უხმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს. გაიადღებული მაქვს წყა. აგრეები მაქვს. ქვაბები დაკავებული მქონია. რეები ასხიანეთა. ლობიო და ხარჩო ცოტა. კარგი ემალის ქვაბების ფასი იწყება სადღაც 120-დან. იმას აქვს, რა ქვია. მაგული დეიდას კი არა და იქ რამდენსაც ვიცნობ ყველას აქვს. და ხალხს ჩამასხა. ანა დუღარია და არ მინდა რა ვიცი. ბევრი არა, იმიტომ რომ ვაფუჭებთ მეორე დააჩანს. ეს თეთრი კამარი არა, ყოველთვის გონია რომ ხორცი მიჩანს. მაინც მოვასწრებ. 11-ის ნახევარამდე არ წავალ. ხარია. აბას წაყვანა არ მინდა. მაგით. გასწავლე. იმედი არ გაიგრძელს შემოსვლამდე. მინდა წავიყვანა რა ესე ქარში რომ გარეთ გაიყვანო ნეგარ მინდა და ისევ არ ჩაიცვალო და კურტკის გარეში ცხვირი გაჭედილი ქონდა წუხელ ჟუჟღიც ქონდა ანუ ცხვირიდან გამონადენი რომ მიწევენ ჟუჟღი რა არისო რა ვიცი მე იმდენი ადამიანისგან განიგია ჟუჟღი.
ვერ არიციან ჟუჟღი რა არის თქო და მიყვი. ეხლა ხო ვერ ვიტყვი. სინგლი რა ვიცი რეებს არ ეძახიან და ხო სხვათა შორის ჩვენი მეგრული სიტყვაც მაგალითად ჟუჟღს რასაც მეგრულად ვეძახით როგორც ითარგმნება მეგრულად არამეგრელისგანაც კი გამიგია და გამიკვირდა მართლა გამიკვირდა მართლა ესე ამბობენ ანუ მხოლოდ ისინი ვინც ქართული იცის მაგალითად მეგრულ სიტყვებსაც მიიყენებენ მიკვირს ხოლმე სხვათა შორის ხო TikTok-ზე გამიგე მე მგონი ახსენებდა ის ქალანი გაბრაზებული იყო ვიღაცაზე და რეები არ უთხრა და იქ გავიგე იქ უთხრა მეც კი რაღაცა მახსოვებს ამ მომწეს ჩემი თავი გასროლე ყავს იმდენს ესე მალია და არ მინდა რომ მიიწვას გამამზადე აი ესენი ჩავაცე ეს კურტკა გარღია და გავოკერე ესენი ჩავაცე ეს ბოტასი თათიამ მაჩუკა წულაიამ და ეხა თითქოს კარგად აქ იმედი არ უჭერს რავი არ მიჭერს ამბობსა მოკლედ ამით გავუშვებ ჩუსტებს ჩავუდებ მაინც წავიღებ ჩუსტებს ხო და ეხა გავუკეთებ ჩაის იმედია და არ გაიღვიძებს ჭირივით მეზარება ეხა რომ იქ დავტყუო სახლში მაგრამ სხვა გზაც არ აქვს უნდა წავიყვანო და უნდა მოვიყვანო მაშინ აქეთ ფეხით არ წავა არაფრის დიდებით უნდა წავიყვანო ხელში აყვანილმა ესე დამყავს სადამდეც გავწლებ დამყავს ასე რომ იმ გოგოს მივწერე ხალიჩაზე რომ არ მინდა მეთქი ბოდიშები მოვუხადე რო გადავადებინე და მომწერა თეთია გავყიდეო მაგი მეორე დღესვეო და რა არის გიჭერს დედა მართლა გიჭერს თუ გიჭერს კაი გავიხადოთ და ისევ ის ჩაიცვი რა გიყო გიჭერს არა და რა მაგარი ბოტასებია კაი გაიხადე თუ გიჭერს ხრიწე გახსენი ჯერ დაჯექი აი ისე გაიხადე და როგორ დავიჯერო დედა რომ გიჭერს მითხარი ფეხსაც მილს არა ბავშვი მიჩვეული არ უჭერს მაგით წახვალ ბაღში
კაი, დაჯექი ნასკი არ დამისვარო, ეხლა თეთრი ნასკი გაწვია. მაინც ისე რომ იყვი. ძალიან მაგარი ბოტასებია. აი, ძალიან მომწონს. ასეთი არ მინახია მე ჯერ აქ. გეგას ფეხსაცმელები რო აქვს. 5 ფეხსაცმელი მაინც აქვს ახალივით და ყველაზე რო გაიძახეს რო მიჭერს. აი აღარ შემიძლია. გუშინაც იმ ახალზეც მსგავსად თქვა და ეგ ეხა დავფიქრდი მაგაზე რომ არ არის მიჩვეული ამას ფეხსაცმელებს. აქ სახლში სულ ფეხში შველები რო დარბიან ან ჩუსტებით ან საერთოდ ფეხსაცმლის გარეშე. ხო და ამას ვფიქრობ რომ ტყუილს მეუბნება. მაგრამ მე თან იმისიც მეშინია არ იქადა სიმართლეს ამბობს და ბავშვი არ გავაწვალო თქვა. გეგა, ეხა უცებ შეჭამე დედიკო და გავიქცეთ. რადგან რო არ გაიღვიძოს ისე, ჩქარა წავიდეთ. კაი? თორე რო გაიღვიძოს იტირებს აქ. შუქი შეეჭინა. მოვიტანე ახალი. შეროგი ყვარს ეს პორი. მოდი დაჭე. მოდია. იმაზე არ დავდება, აგერ იქნება ცელოფანში. დაჭექი. აია. მირთმევ შენით. ხოჭ. კიო და ეხა გადააქცევ საქალებას მე ვაჭრე. გაიღვიძა ქალბატონმა ვაჭამე, ეხა ჩავაცვენ რომ წავიყვანოთ გეგა, ნახოთ ეს რა სიზამს. ვიდან მოვედი. ვიდან მოვედი ხალხო. და სახლის ბოტასებით წავიყვანი, არც წყალი წავიღია, არც არაფერი. იქ რომ მივედით, არც ჟუჟღი აქ. ხო და უცებ თამაში დაიწყო რაღაცა მოკლედ გართობა და არ გამომაყოლეს იყოსო. წყალს ჭიქით დავალებინებთო. ხო და ამას აქო ყველა ბავშვს აქვსო ეს ცოტა პატარა ჟუჟღებიო და ამიტომ არა. მოკლედ. გოთეს კლასილის დედა იყო და არ შემეძლო რომ არ დავლაპარაკებოდი. ეხა ცირფასებო მე უნდა შევუდგე საქმიანობას, გადავიღებ მეთქი, მაგრამ მთელი გზა ადამიმყავდა. ხელში აყვანილი და ვერაფერი ვერ მოვახერხე. ასე რომ ეხლა ავდგები და დავალაგებ სახლს. ლოგინები, ანუ საბნები ლეიბები გარეთ უნდა გავყრო, გუშინ არ გამიტანია, მზიანი ამინდია დღეს, ყოველთვის არ გვექნება და ვცდილობ რომ ხშირად გარიტანო გარეთ. ხო და ეხლა გავყრი ყველაფერს გარეთ, გასარეცხებით, მანქანაც უნდა ჩავრთო. მოკლედ ესეთი ამბები. წავედი აბა ძვირფასებო ბედნიერად დღეს გისურვებთ.